მე და მია ვარ ჩამოსული ბაზალეთზე, უნდა ვითევზაოთ ტბაზე. ნახოთ რა გამოვა. მოგესალმებით. დღეს ვიმყოფებით ბაზალეთის ტბაზე, სათევზაოდ. მე და ჩემი შვილი წამოვედით ტბაზე. მია მოგწონს ტბაზე ყოფნა? ჰა? მოგწონს ტბაზე ყოფნა? ტბაზე მოგწონს ყოფნა? კარგია? თევზი დავიჭირეთ? თეთრულა? ზე უყვარს. ზე არა, მამი. ჭიები უყვარს. დღეს შევესწრებით თეთრულას დაჭერას. მიასთან ერთად გასართობად წამოვედით უბრალოდ. ნახოთ რა გამოვა. ერთი თეთრს დავიჭირეთ უკვე. მაიმნობაში. აქეთ გაზზე გვაქვს დადგმული ჩაიდანი. ცხელ შოკოლადს უკეთებ მიას. ცხელ შოკოლადი. დავინო. მამიკო კრეკერები გინდა, ხაჭაპური გინდა დავჭრათ. მოკლედ, დღეს ესეთი მოწყობილობით ვართ წამოსულები. ბომბარდა თავისუფლად მოძრაობს ფულზე და ფლოროზე. მერე გვაქვს პატარა რვიანა. შეგიძლიათ ახლავე მამიკო. შეგვიძლია ასევე რეზინის სამაგრების გაკეთებაც ამ ადგილას, რომ არ იმოძრაოს, ანუ ქვევით არ ჩამოვიდეს ბოლომდე. ეს ძირვადი არ არის, მოტივტივე ბომბარდაა 3 გრამამდე. აქ გვაქვს პატარა ნემსკავი და მაგოტის თეთრი სილიკონი, რომელიც იმიტაციას აკეთებს თეთრი ჭიების. ხო, რადგან სპინინგისტები ვართ, შეიძლება თეთრი ჭიას დააცვა, რომ უკეთეს შედეგი ქონდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ახლა მე სილიკონით თევზაო. გარკვეული შედეგიც მაქვს, რამდენიმე წარყვანს მქონდა და ეხლა თევზის დავსვი. ბაზალეთზე საკმაოდ წყნარი ამინდია და ძალიან კარგია თევზაობისთვის. ჩვენი ბომბარდა შორს არ მიფრინავს ხანდახან. არა, სილიკონით თევზაო. თეთრი ჭიის პატარა მსგავსი სილიკონია. ნაუმაგაია რა. გზად ვერსად ვერ ვნახე სათევზაო მაღაზია, რომ თეთრი ჭიები მეყიდა რა. ეხლა ამ სილიკონზე ხანდახან პატარა წარწმები მაქვს ხოლმე და აშკარად თეთრ ჭიაზე უფრო კარგად მოვა. არა, კიდე დამაბარეს, მე პირველად თევზაო ხარ. მე ო არ მეცავს თევზაო ხარ ხშირად. აი კალაკოჩი გზებაზე. დაგინდა? კრეკერები მოგიტან ეხლავე. ხო, მანიც არომატულია, იმის სუნზე უნდა მოვიდეს ეს. აი, სვარი, მაკას-ტაკას უძა. ხო, მივხვდი. პირველად საათს იახდები პირველად. ეს ბავშვები უნდა ამოვიდეს. ხაჭაპური კარგია? გემრიელია? კაი, კრეკერებსაც გიხსნი ახლა. ცხელი შოკოლადის მოგეწონა? ხაჭაპური დაამთავრებ ხო, კარგი? დაწექი? თუ შეგცივდება, მითხარი და გადმგაფარებ, პლედი მაქვს წამოღებული. დაწექი და გადაგაფარებ. აი, იდეა შემჟაკეთს გადაგაფარებ, აგერ. დაწექი? თევზი რატო? შენთან ხო გინდა იყოს? კაი, ავიღებ, შენ დაწექი და ავიღებ მაგას. იცი რა ქენი? ეს გადმოიწი აქეთ ხარის გადმოდი.
ეს პარანოი ასე გადმოკეცე ორად და უფრო აღარ გეტკინება რო დაწვევი. მინდი? და მე აქეთ გადმოდი. მე აი ასე. დაწექი ახლა. არა, როგორც უყურებდი, ისე დაწექი. კრეკერები ჭამე, ხაჭაპურით ჭამე. მამა თევზს წავიყვანო, კარგი. ჩვენი თეთრულა. საკმაოდ აქტიურია, იმიტომ რომ სულ რავი ალბათ 10 გადაგდებაც არ გამხორცელებია და რამდენიმე გატარებაზე დარტყმაც ჰქონდა და მე დავსვი კიდევაც. მარტივია, უბრალოდ გადააგდებ, იქ უყურებ. ცოტა ხანდახან ჩანს ხოლმე. ცოტა ანარეკლი აქვს ხა. სათვალებით მარტივად ჩანს. და პატარა დატრიალება, პატარა დარტყმა. ამას ახლა უფრო მაქსიმალურად მოშვებული მაქვს ფრიქციონი, რომ პატარა თევზია და არ არის საჭირო მოჭერა. რბილი ლაყუჩი აქვს და გახევა არ არის საჭირო ლაყუჩის ამ თევზისთვის. აი, ეს დარტყმები მაქვს. თეთრულად დგას, აშკარად ისევ აქაც. პატარა ნემსკავი მაქვს. ფლუროს ვიყენებ სადავეთ. ეხლა 0.16 მიყენია, მაგრამ იდეაში უფრო ბევრად ხელიც რო დააყენოთ, უკეთესი იქნება. იმიტომ რომ რაც რო წვილი იქნება, მშვიდობიან თევზზე უკეთესია რა. იმიტომ პატარა თევზია და არ არის საჭირო მეტი. 0.14, 0.12-იც უკეთესი იქნება აქ. ინვენტარზე სიტყვა ერთ-ორ სიტყვას ჯოხად ვიყენებ Graphit Leader-ის Cortos UX models. ტესტი ცოტა მაღალია, 0.5 და 8 გრამამდეა. მაგრამ ნუ გამოდგება ახლა ის კოჭად. ხო, კოჭად უკდეგრა გვაქვს 1000-იანი. გამარჯობა უთხარი მამიკო. გამარჯობაო. წნულია 02. და ფლურო კი გითხარით. ინტეჩის ფლურო სხვათა შორის 0.16. ისეთი იმიტომ ძალიან პატარა ნემსკავი მიყენია, რომლის ჩაძირვაც საკმაოდ რთულია და ეს ჩავა საკმაოდ დიდხანს ქვემოთ. ეხლა ძალიან მანზე იწყებს თევზაობას, მაინტერესებს რა შედეგი ექნება. ალბათ ტივ-ტივით და ფიდერით და სკერული თარმი თევზავია, ძალიან დიდი ხანია, წლებია. სათაშორისო საკმაყოფილი ვარ Graphit Leader-ის კორტოთი. არ არის ზრიანი ჯოხი, ბიუჯეტური ჯოხია. 500 ლარის ფარგლებში ხდება დაახლოებით. ნუ გამბაჟება, ჩამოტანა გამბაჟება მე გიწევს აქ. და მე ყოფილი ვარ ამ ჯოხით საკმაოდ რა. საკმაოდ კარგი ხარისხის კარბონი აქვს. გოლებიც კარგია, კარგი იქნებოდა ბალანსისთვის, რომ სადგამებზე იყოს ეს გოლები სხვათა შორის ამათი გამოცვლა შეიძლება ძალაზე გადავიყვანოთ. სულ თუ ექნება შეიძლება საერთოდ ტარზაიტებიც დავუყენო. საკმაოდ ძვირიანი სიამოვნებაა ტარზაიტის გოლების დაყენება. იქეთ მინდა გადასულიყავი კოშკის მხარეს, იქ ბალახებია,
ბევრი საკვები ბაზა არ თევს და მე თევზავ, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი იყო, აი. ადამიანები რადგან არ შემიძლია რომ შუაში ჩაუდგიან, იქ გვერდზე დაუდგე და ხელი შეუშალო და აქეთ მაგიტო წამოვედით, მაგრამ დგას აშკარად აქაც თევზია, ბევრი თევზი არაა, მაგრამ ნუ რაღაც დაჭერა შეიძლება. ცოტა. გადააგდე. არ გადაგდება არ შეიძლება. მოდი ერთად გავუშვათ. აი ასე. გავუშვათ უკან. წავიდეს. ცოდვა. წადი. ოჩ, აი ასე უნდა გავუშვათ თევზი უკან. წავ, არა, ასე არ შეიძლება ჯოხის ამაში ჩაყოფა ამიკო. კიდე უნდა დავიჭიროთ და მე ისიც გავუშვათ. ნელა ატრიალ, ნელა. ჩქარა არ ატრიალ. სადა? თევზი წავიდა უკვე, თავის დედიკოსთან. დაჭირე. ცივია წყალი, ხო? აი მეც თევზაობს. როგორც გასწავლე, ნახე. მე დაატრიალე. ოჩახ მამიკა. ნელა დაატრიალე, ნელა, მე ხო გასწავლე, ნელა უნდა ატრიალო. ნელა მამიკო, ნელა, არსად არ გიჩქარება. აწი ჯოხის ზემოთ ცოტა. ოჩახ მამიკა. ჩვენ დღევანდელი თევზაობა ჩემი და მიასი ასეც თუ ისე შედგა. ვითევზავით. ორი წელი თეთრო დავიჭირეთ სულ, მაგრამ ეს ცოტა ქარი ამოვარდა და გვიჭირდა მე თევზაობა. საბორძამში კარგი გასვლა გამოგვივიდა. კარგია. უნებაში გამოთვლა თევზაობა. ბაზალეთზე შეგიძლიათ რომ ჯიგითი თევზაოთ, ქორჭილაც არის, შეგიძლიათ მარმიშკითაც თევზაოთ, პატრა ქორჭილა ნაბერად საკმაოდ ბევრი დგას. თეთრულს დგას, ნუ სხვა მშვიდობიანი თევზიც საკმაოდ ბევრია. აბა ნახვამდის და წარმატებების უყოლას.